დაუბრუნდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ვართ. ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას ქართული ენის სწავლება ეთნიკურ უმცირესობებში და საინტერესო სტუმრები რა თქმა უნდა სტუდიაში. თამარ კეკელიძე, პროგრამის მენეჯერი, მინდა წარვადგინო და ასევე თიკო კიღურაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის ექსპერტ კონსულტანტი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, საინტერესო პროექტია და პირველ რიგში გითხავთ, რას მოიცავს და რა საკითხებზე იქნება აქცენტი გაკეთებული დაგეცეს. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისთვის და მივესალმოთ თქვენს მაყურებელს. პროგრამა ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წლიდან. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში დამხმარე მასწავლებლების მივლენას. თავიდან ჩართული იყო მხოლოდ ქართული ენის დამხმარე პედაგოგების ნაწილი, ხოლო 2011 წლიდან დაემატა ისტორიის და გეოგრაფიის მიმართულება. ასევე ჩვენი ცენტრი ახორციელებდა 2009 წლიდან პროგრამას ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა, რომლის ფარგლებში სერტიფიცირებული ტრენერ-მასწავლებლები იგზავნებოდნენ ამავე რეგიონების იმ სკოლებში, სადაც განსაკუთრებულად მწვავედ იდგა ქართული ენის სწავლების საკითხი. 2015 წლიდან ორივე პროგრამა გაერთიანდა სახელწოდებით ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის პროგრამის ქვეშ. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 87 ტრენერ-მასწავლებელი და 198 დამხმარე მასწავლებელი. ჩვენ ვფარავთ 202 სკოლას და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამის მიზნები გარდა იმისა, რომ უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას გულისხმობს ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, შესაბამისი საბჭოს ადგილობრივ პედაგოგებთან, ასევე ზრუნავს ადგილობრივი კადრის პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული ტრენინგ კურსები, მეთოდური კურსები, რომელზეც ჩემი კოლეგა ისაუბრებს მოგვიანებით და მიმდინარე წელსაც იგეგმება ცვლილება. ყველაზე საინტერესო არის რამდენად არის ინტერესი თვითონ საზოგადოებაში. ინტერესი ნამდვილად არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს მდგომარე დღემდე სულ პროგრამაში ჩართული იყო 700-ზე მეტი მონაწილე. თან ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო ისიც, რომ პროგრამაში მონაწილეობის დასრულების შემდეგ მინიმუმ ერთი აკადემიური წელი იყო, აქამდე სავალდებულო, თუმცა ამ მიმართულებითაც იგეგმება გადახედვა. ჩვენ ვფინანსებთ მაგისტრატურაში სწავლას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო გრანტის ფარგლებში. ხალხთან ვინ შეიძლება გახდეს დამხმარე პედაგოგი? საინტერესო. დამხმარე პედაგოგი შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. კი ბატონო, დამხმარე პედაგოგი შეიძლება გახდეს, პირველ ყოვლისა უნდა კონდეს მას მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული, ასევე მას უნდა კონდეს შესაბამისი სპეციალობა, მაგალითად ქართული ენის დამხმარედ შეიძლება წავიდეს ფილოლოგი, ხოლო საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით შეიძლება შესაბამისი კვალიფიკაციის. და რომელსაც შემდეგ გაეხმარებთ უკვე შემდეგ საფეხურზე? ბუნებრივია ჩვენ მათ უზრუნველყოფთ ტრენინგებით, მოსამზადებელი ტრენინგებით, თან კონკურსის ეტაპიც ითვალისწინებს მანამდე ტესტირებას, გასაუბრებას, ეს პროცესი ჩვენ წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ესეთ რაღაც წარმატებულად მიდის და იზრდება ყოველწლიურად მსურველთა რიცხვი და მე გეტყვით ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ზუსტად გასულ კვირას ჩვენ პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ პირებს, რომლებიც უკვე ამთავრებენ ბაკალავრიატის საფეხურს. ესენი არიან ეთნიკურად უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები და ესე იგი ამ შემთხვევაში ისინი ფლობენ ორ ენას, მათ მშობლიურ ენას და ქართულ ენას. და მით უმეტეს თუ ესენი ადგილზე დაბრუნდებიან და იმავე სკოლაში ასწავლიან და დაინტერესდებიან პედაგოგის პროფესიით, ეს იქნება მომავალში სხვისთვისაც მოტივაცია და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან კარგი იქნება მათთვისაც, მით უმეტეს მაგისტრატურაში სწავლა დაუფინანსდებათ. როგორ შეხვდენ თქვენ თქვით რომ წარადგინეთ უკვე ეს? მე გეტყვით 2 ივნისი იყო
პრეზენტაცია. უახლოეს დღეებში იგეგმება კონკურსის გამოცხადება და ჩემს მეილზეც არაერთი მეილი მოვიდა, მირეკავენ, იმიტომ პრეზენტაციის დროს ბუნებრივია მათ კონტაქტები მივეცით ჩვენ და ძალიან ელოდებიან, როდის გამოცხადდება. და იმედი მაქვს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ, გაიარონ კონკურსის ეტაპები წარმატებით და მომავალში დასაგრენ. საინტერესოა და ასე პედაგოგების პროფესიული განვითარების კუთხით, როგორ იქნება მუშაობა, როგორ ჩატარდება. კი ბატონო, ეს პროგრამა, რომელზეც თამუნამი საუბრა, ორ მიზნობრივ ჯგუფს მოიცავს, ეს გახლავთ ტრენერ-მასწავლებლები, გამოცდილი სერტიფიცირებული ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლები და მეორე მხრივ ეს დამხმარე მასწავლებლები, გამოუცდელები, რომლებსაც ტრენერ-მასწავლებლებმა უნდა უხელმძღვანელონ და მათი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ეს ყველაფერი. დიახ, მომავალი წლიდან დაგეგმილია. როგორ მოხდა ტრენერების შერჩევა, აყვანა და ინფორმაციის მიწოდება, თუნდაც რომ ესეთი პროექტი იწყება და გვჭირდება ადამიანები, რომ იყვნენ თქვათ ამ სასწავლო პროცესში ჩართულები. ამაზე უფრო გადამზადებასთან დაკავშირებით და შემდეგ გავაგრძელებთ ამ თემას. კარგი, ამ ტრენერ-მასწავლებლებს ჩვენ ვუტარებთ რამდენიმე მეთოდურ ტრენინგ მოდულს, იმისთვის რომ მოვამზადოთ ისინი ფასილიტატორებად და მათ შემდგომში შეძლონ ქართულის როგორც მეორე ენის მეთოდური ტრენინგები ჩაუტარონ ადგილობრივ მასწავლებლებს და ასევე დაეხმარონ სხვა საგნების ადგილობრივ მასწავლებლებს ენისა და საგნის ინტეგრირებული განყოფილის საქართველოს პროცესში როგორ იქნებიან ჩართული მაინტერესებს თითოეული თუნდაც აი დამხმარე პედაგოგი თქვით და როგორ ჩაერთვებიან გაკვეთილზე მარტო ჩაატარებს თუ როგორ იქნება აქ განსხვავებული სიტუაცია გვაქვს ყველაფერი დამოკიდებული არის ადგილობრივ კადრებზე ინდივიდუალურად მოხდება შემუშავება ბაკალავრს სწორედ იმიტომ სჭირდება გამოცდილი სერტიფიცირებული მასწავლებელი რომ ხარისხიანი გაკვეთილი დაგეგმოს მათთან ერთად თუმცა საგნის მასწავლებელიც აუცილებლად ჩართული უნდა იყოს თუნდაც არასერტიფიცირებული რადგან აქ გვაქვს ორი სფერო ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი რეალურად საგნის სწავლებაში ერთვება მეორე ენის სწავლების მეთოდიკა ამიტომ არის ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ქართულის მასწავლებელი ვერ დაგემობს გეოგრაფიის გაკვეთილს. ამისთვის გეოგრაფიის მასწავლებელი ჩართული და საბოლოო ჯამში გამოდის სამკუთხედი. საგნის ადგილობრივი მასწავლებელი, ბაკალავრი და ფასილიტატორი ქართულის როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი ამ პროგრამიდან, რომელზეც თამუნამი საუბრა. კი ბატონო, საინტერესო თუ ექნებათ რაიმე ფინანსური ანაზღაურება ამ ადამიანებს, ვინც იქნებიან ჩართულნი, დამხმარებს გულისხმობუნებრივია. დამხმარებს აქვთ ხელფასი 500-დან 600 ლარამდე, ეს არის ანუ რეგიონზე მიბმული, გააჩნია რამდენად შორს არის, დაუშვათ რაიონული ცენტრიდან სოფელი დაშორებული, ან თბილისიდან თვითონ რაიონი. ამას გარდა როგორც მოგახსენეთ მათ უფინანსდებათ ანუ ეს თანხა მოიცავს ქირას ჩვენ უზრუნველყოფთ მათ ადგილობრივი ოჯახებით მანამდე ხდება მოკვლევა სურველების დაუშვათ არის თუ არა იქ შესაბამისი პირობები და ისევ და ისევ დაუბრუნდება მაგისტრის დაფინანსებას ანუ რეალურად გამოვიდით რომ მათი ანაზღაურება ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ის ამ ეტაპზე რასაც ისინი ხელზე იღებენ და თან ძალიან დიდი გამოცდილება მათთვის პროფესიული განვითარების კუთხით, იმიტომ რომ უკვე აჩვენა გასულმა წლებმა რომ ბევრი დაინტერესდა მასწავლებლის პროფესიით, გაიარეს სერტიფიცირება, ასევე აქვს სკოლაში საათების შეთანხმების საშუალება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონეებს და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უშუალოდ მასწავლებლის პროფესიაში აპირებენ, ხედავენ თავს. კი ბატონო დამატეთ და ასე სამომავლო გეგმებზეც უნდა კითხოთ. და მანდ გითხარით ეს მასწავლებლები მოიძიეთ თუ შეიძლება. ძალიან საინტერესოა. სამომავლოებამდე მივალთ, მანამდე უნდა მოიძიეთ ეს ხალხი და გითხარით. რეგიონში მოხდა თუ საქართველოს მასშტაბით? არა, საქართველოს მასშტაბით მოხდა. ჩვენ არ ვართ რომელიმე ერთ რეგიონზე მიბმული, ანუ ეს ხდება ჩატარდა მაგალითად დამხმარე მასწავლებლების შემთხვევაში ჩვენ პრეზენტაციები წარუდგინეთ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. რაც შეეხება ტრენერ-მასწავლებლების შემთხვევაში, აქაც კონკურსი როდესაც გამოცხადდა, ბუნებრივია სერტიფიცირება იყო ამ შემთხვევაში პირველი მოთხოვნა და მოხდა ამ შემდეგ ჩვეულებრივად როგორც ხდება კონკურსის დროს ისინი ბუნებრივია აქაც იყო რაღაც საინფორმაციო კამპანია იმისთვის რომ გავრცელებულიყო ეს ინფორმაცია და შემდეგ კონკურსის ეტაპების
შემდგომ უკვე გვაქვს ის რაც გვაქვს. კი ბატონო და გითხარით რა შედეგი არის დღეს და რას ველოდებით ხვალინდელი დღისგან როგორ გაგრძელდება ეს პროცედურა იმიტომ რომ პროცესი იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება დაახლოებით 2 წუთი და იქნებ ჩავეტვით. შედეგებს ჩვენ თუ გადავხედავთ გამოცდების ეროვნული ცენტრის შედეგებს ყოველწლიურად იზრდება არაქართულენოვანი აბიტურიენტების რიცხვი რომლებმაც ჩააბარეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასევე სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებიც მაგალითად მიმდინარე წელს ყველაზე კარგი შედეგები გვაქვს ქართულ როგორც მეორე ენაში სწორედ იმ სკოლებში სადაც არიან პროგრამის ფარგლებში მივლენილი მასწავლებლები. მე ვფიქრობ რომ ეს შედეგი ძალიან თვალნათელია ამას გარდა ქართული ენის ოდნის დონესგან გაზრდილია რეგიონებში გასულ წლებში როდესაც ჩადერდით თუ კი იქ კომუნიკაციის ამყარების პრობლემა იყო ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ სრულად მაგრამ მეტნაკლებად მოხსნილია ეს პრობლემა. კარგი ძალიან დიდი მადლობა. თუ გნებავთ დაამატეთ და დავამატებ იმას რომ ეს პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს და ძირითადი ყურადღება ქართულის სწავლებას ექცევა, ხოლო წელს დაემატა კიდევ ახალი პროგრამა ჩვენს ცენტრში, კერძოდ ადგილობრივი არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათაც ექნებათ საშუალება ჩაერთონ მასწავლებლების განვითარების პროფესიულ სქემაში და თვითონაც მიიღონ მონაწილეობა იმ ტრენინგებში, რომელშიც მან არ ჰქონდათ საშუალება რომ მიიღოთ მონაწილეობა ენის არცოდნის გამო. შესაბამისად მათთვის შემუშავდება სპეციალური საგნობრივი ტრენინგები მათ მშობლიურ ენაზე და გარდა ამისა მათთვის მეორე პროგრამის მასწავლებლები ჩაატარებენ ენის კურსებს, ქართული ენის კურსებს, იმისთვის რომ ისინი ავიდნენ გარკვეულ ქართულ ენაშიც და სახელმწიფო ენასაც და შემდეგ გაიარონ პროფესიული უნარჩვევების ტრენინგი ქართულად, რომელიც ადაპტირებული იქნება მათთვის, ასე რომ მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც უკვე გადასარევი ამბავია. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები და გელოდებით კვლავ მომავალი წარმატებების იმედად. მადლობა. გამშვიდობით, კეთილი სურვილებით ჩვენ კი ვაგრძელებთ შუა დღეს კიდევ ერთი საინტერესო თემა გველის წინ, ასე რომ დაგვეულდით.